ეხლა ისრაელმა რაღაც გააკეთა, რასაც 10 წლეულების განმავლობაში არ აკეთებდა. მან ოფიციალურად აღიარა სომეხთა გენოციდი ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წლიდან დაწყებული 1,5 მილიონამდე სომეხის სისტემური მკვლელობა. ეხლა ეს გადაწყვეტილება სწორედ მაშინ იქნა მიღებული, როცა სომხეთი ცდილობს თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას და ეს სიტუაციას ნამდვილად ართულებს. ამიტომ დღეს საღამოს ვიკითხავთ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო და იყო თუ არა ეხლა ამის გაკეთების სწორი დრო. ეხლა ჩემთან ერთად რაც ცოცხალ დებატებს პირდება არიან მენი კორსუნსკი, ისრაელში სომხური კულტურის ცენტრის წარმომადგენელი, ონურ ერენი, დრაგომან სტრატეგიის პრეზიდენტი და დოქტორი ფარიდ შავიე, საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრის თავმჯდომარე. მოგესალმებით ყველას, მაგრამ სანამ დებატებს დავიწყებთ, მოდით ზოგად ინფორმაციას გადავხედოთ. სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ დებატი მხოლოდ ისტორიას არ ეხება. პირველი მსოფლიო ომის დროს, როცა ოსმალეთის იმპერია იშლებოდა, დაახლოებით 1,5 მილიონი სომეხი მასობრივ დეპორტაციებში, ხოცვა-ჟლეტასა და შიმშილში დაიღუპა. ბევრი ისტორიკოსი მას მე-20 საუკუნის პირველ გენოციდად აღიარებს. მაგრამ საუკუნეზე მეტი დროის შემდეგაც კი აღიარება პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხად რჩება. თურქეთი და აზერბაიჯანი დიდი ხანია უარყოფენ ტერმინს გენოციდი. ამტკიცებენ, რომ ადამიანები ომის დროინდელი არეულობისა და სამოქალაქო კონფლიქტის დროს დაიღუპნენ. სომხეთი და ბევრი სხვა ქვეყანა ამბობენ, რომ უარყოფა მხოლოდ ამძაფრებს ისტორიულ ცვლილობას. ახლა ისრაელი გადადის ოფიციალური აღიარებისკენ. მთავრობამ დაამტკიცა ეს ნაბიჯი და გადაგზავნა ის ქნესეთში. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ცვლილებას ქვეყნისთვის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ ეხებოდა ამ საკითხს, ნაწილობრივ აზერბაიჯანთან მჭიდრო კავშირების გამო. ახლა ისრაელის აღიარებით 33 ქვეყანა უკვე მიიჩნევს ოსმალეთის იმპერიის ქმედებებს გენოციდად. მაგრამ კითხვა რჩება, აღიარება წარსულის სამართლიანობას ეხება თუ დღევანდელ პოლიტიკას. ეხლა ჩვენ დავიწყებთ ჩვენს დებატებს. პირველი კითხვა ასეთია: გახდა თუ არა სომეხთა გენოციდის აღიარება პოლიტიკური იარაღი, თუ საჭიროა და ნამდვილია მისი შემდგომი აღიარება? ჩვენი თითოეული პანელისტი მიიღებს 30 წამს პირველ სწრაფ რაუნდში პასუხის გასაცემათად. ეს ნიშნავს მხოლოდ 30 წამს. ამის შემდეგ გავხსნით უფრო გრძელ დისკუსიას. მოდით დავიწყოთ ჩვენს პირველ სტუმართან, მენი კორსუნსკისთან. გვითხარით თქვენი აზრი, გაქვთ 30 წამი პასუხისთვის. გახდა თუ არა სომეხთა გენოციდის აღიარება პოლიტიკური ინსტრუმენტი, თუ ეს აუცილებელი და გულწრფელია? სინამდვილეში, რა თქმა უნდა, თავად აღიარება აუცილებელი და გულწრფელია, როგორც ისტორიული მორალური აქტი. მაგრამ თუ ეხლა ისრაელის მიერ აღიარებას შეხედავთ, ეს სუფთა პოლიტიკური ქმედებაა. ბოდიში სიტყვებისთვის ერდოღანის თვალში თითის ჩაყოფას გავს. თუ ისრაელი აღიარებასთან დაკავშირებით სხვა საკითხებსაც განიხილავდა, ისრაელს ეს 38 წელს უნდა ეღიარებინა და არა ეხლა. კარგი, Honor Aaron, რა არის თქვენი აზრი ამ საკითხზე? თქვენ გაქვთ 30 წამი. მთელი ეს წინადადება, ეგრეთ წოდებულ გენოციდის აღიარება არ გამხდარა პოლიტიკური იარაღი მსოფლიოს არც ერთი ქვეყნისთვის. ის თავიდანვე დაიწყო როგორც პოლიტიკური იარაღი, ასეთი უსაფუძვლო ბრალდებების წარმოშობისას და ასე გრძელდება ახლაც. ეს ძალიან მარტივი იარაღია, თუ გსურთ თურქეთს ან მის პრეზიდენტს დაესხათ თავს, წერტილი. კარგი. დოქტორ ფარიდ შაფიე, სურს თქვენი მოსაზრება მოვისმინო ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, გაქვთ 30 წამი. ვეთანხმები, რომ ეს პოლიტიკური იარაღია, ის გამოყენებულია როგორც იარაღი და მინდა შეგახსენოთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2015 წელს პერინჩაკისა და შვეიცარიის მთავრობის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ ეს საკითხი სადავოა. ისტორიკოსების გადასაწყვეტია, მოხდა ეს თუ არა. უდავოდ არც ერთი ქვეყნის მთავრობის გადასაწყვეტი არ არის ეს საკითხი. ისტორიკოსების საქმეა განიხილონ ეს საკითხები. კარგი, ასე რომ თითოეული ჩვენი სტუმრისგან მივიღეთ 30 წამიანი პასუხი, ეხლა ამ დისკუსიას უფრო გრძელ პასუხებზე გადავიყვანთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი პასუხები მოკლე და ლაკონური იყოს, რათა ყველას მოსმენა შევძლოთ.
იცით, მინდა პირველ კითხვაზე მენი მივმართო. მენი, იცით, ისრაელი 10 წლეულების განმავლობაში არ აღიარებდა სომეხთა გენოციდს დიპლომატიური მიზეზების გამო, შეიძლება ითქვას, თურქეთის მიმართ დიპლომატიური სიფრთხილის გამო. მაგრამ მე ხო ვხედავთ ურთიერთობას, რომელიც ბოლო დროს ფაქტობრივად ნანგრევებად იქცა. თქვენი აზრით, ეს უბრალოდ ისრაელის მხრიდან სწორი ნაბიჯის გადადგმა იყო, მაშინ როცა უკვე აღარაფერი ჰქონდა დასაკარგი. თუ ფიქრობთ, რომ ასეთი ისტორიული მორალური გადაწყვეტილების მიღება არასწორი გზით მოხდა, ჩემი აზრით 100%-ით 100-ია. ეს არასწორი გზა იყო ამის გასაკეთებლად. რადგან ისრაელმა, როგორც სხვა ქვეყნებმა, თავისი წარსულისა და ჰოლოკოსტის გამო, ეს უნდა ეცნო პირველივე ქვეყნის დაარსებისას და არა თურქეთის პრეზიდენტის პროვოცირებისთვის ან მის წინააღმდეგ წასვლის მიზნით. ეს ჩემი შეხედულებაა. საინტერესოა. ანუ რას ფიქრობ ამაზე? კი, მე ნამდვილად მჯერა, რომ მთელი ეს, იცით, შეთავაზება ისრაელისთვის სინამდვილეში ისრაელის მხარეს ორი პრობლემა აქვს. პირველი, რაც მე ვიცი და რაც შევაგროვე, ისრაელელების უმეტესობა და ალბათ მსოფლიოს ებრაელთა უმეტესობაც ისურვებდა ტერმინის გენოციდის შენარჩუნებას. მათთვის, ვინც ევროპის ებრაული მოსახლეობიდან მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში სიცოცხლე დაკარგა, ასე რომ ეს არის პირველი პრობლემა, ჩემი აზრით, ზოგადად. და მეორე, მე ნამდვილად მჯერა, რაც შემეძლო კიდევ ერთხელ დამეთვალიერებინა, რომ ეს სინამდვილეში ერთ-ერთი უნდა იყოს, ეს ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად პოლიტიკური უნდა იყოს. შეშფოთება იმაზე, რაც ხდება ისრაელში და მთელ მსოფლიოში ისრაელისთვის ამჟამად. ისრაელისთვის კიდევ ერთი, ესე ვთქვათ, ბრჭყალებში ახალი ფრონტის გახსნა მთელ მსოფლიოში, რაზეც უნდა იბრძოლოს. ამიტომ ფიქრობ, ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა ბიბის მხრიდან ამ ეტაპზე ამაში ჩართვა. კიდევ ერთხელ, მე ნამდვილად მჯერა, რომ მთელი ეს მდგომარეობა უსაფუძოა. თუმცა, ამის გაკეთება ამ დროს, ვფიქრობ, უბრალოდ ბიბის ნაბიჯია, რომელიც სასუცარკვეთილებიდან გამომდინარეობს, გულწრფელად რო გითხრათ. იცით, დოქტორ შაფიკ, მინდა უფრო კონკრეტულად გკითხოთ, როგორ აფასებს აზერბაიჯანი ამ გადაწყვეტილებას, როგორ უყურებენ ისინი ისრაელის არჩევანს, აღიაროს სომეხთა გენოციდი? დიახ, ნამდვილად. როგორც უკვე ვთქვი, პირველ რიგში ისტორიული თვალსაზრისით ჩვენ არ გვჯერა, რომ ეს მოხდა და ეს სულ მცირე სადავო საკითხია. მეორეც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აზერბაიჯანო-ისრაელური ურთიერთობების გათვალისწინებით ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანელ საზოგადოებაში კარგად არ აღიქმება და აზერბაიჯანი წარსულში ცდილობდა თავიდან აეცილებინა დაძაბულობა ისრაელსა და თურქეთს შორის. და სხვა ჭრილში ეს არის ურთიერთობა ისრაელსა და თურქეთს შორის. დიახ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მომენტში ეს კრიზისია, მაგრამ უნდა გაამწვავოს თუ არა ისრაელის თავობამ ეს კრიზისი. და ისრაელსა და თურქეთს მიღმა. თუ ისტორიას გადავხედავთ, ებრაელების თანაცხოვრება ოსმალეთის იმპერიაში, როდესაც ესპანეთში 17 საუკუნეში რეპრესიები იყო და როდესაც ამ პერიოდში, ბოლო პერიოდში, ჰოლოკოსტის დროსაც თურქეთმა ასევე მიიღო ბევრი ებრაელი. ასე რომ არსებობს ისტორიული თანაცხოვრება და თანაარსებობა, მე არ ვფიქრობ, რომ ეს ასეა, ვფიქრობ, ესეც უნდა იქნას გათვალისწინებული. ასე რომ გვაქვს ეს სამი სეგმენტი, ისრაელი, აზერბაიჯანი, ისრაელი, თურქეთი და რა თქმა უნდა ის რაც მოხდა ისტორიული თვალსაზრისით. აზერბაიჯანი უბრალოდ ბოლო შენიშვნა, ასევე განიცადა მასობრივი მკვლელობები და გენოციდი საკმაოდ ახლახან. 90-იან წლებში მთელი ტერიტორია განადგურდა სომხეთის ოკუპაციის დროს, ასე რომ ეს აზერბაიჯანში კარგად არ აღიქმება. მენი, რა არის შენი რეაქცია ყველაფერზე, რაც ახლა ითქვა? მაქვს ბევრი სათქმელი. პირველ რიგში, თუ ისტორიაზე ვსაუბრობთ, მინდა შეგახსენოთ ჩემი თვალსაზრისი, რომ სინამდვილეში თურქეთი იყო ნაცისტური გერმანიის მოკავშირე. ოფიციალურად არა, მაგრამ დიახ, თანამშრომლობდა. და მეორე მხრივ, არ მესმის, რატო რეაგირებს აზერბაიჯანი ასე, რადგან აზერბაიჯანი არ იყო ქვეყანა, როდესაც სომეხთა გენოციდი მოხდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის სუფთა აზერბაიჯანული დღის წესრიგი, როგორც ყოველთვის,
დაადანაშაულონ სომხები ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე და თუ გენოციდზე საუბრობთ, მეც შემიძლია ბევრი მაგალითი მოვიყვანო მალაგაზე, ზოგიერთ გაიცე და ასე შემდეგ და იმ სისასტიკეზე რაც აზერბაიჯანულმა ძალებმა ჩაიდინეს არცახში. მაგრამ ეს არ არის მთავარი საკითხი, ამიტომ არ მინდა ამაზე საუბარი, არამედ გენოციდის ეგრეთ წოდებული აღიარების საკითხზე ისრაელის მხრიდან. ფარით, ხედავ რომ გსურდა პასუხის გაცემა. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ გვაქვს საკმაოდ ახლანდელი გენოციდის შემთხვევები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ვერ შევძლებთ ამ ტიპის კამათის გაგრძელებას კიდევ ერთხელ. თითო მხარეს აქვს თავისი ისტორიის ვერსია. მაგრამ კიდევ ერთხელ თუ გაითვალისწინებ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას, როცა ამბობთ, რომ ეს 32 ქვეყანა ან 33 აღიარებს, მაგრამ დანარჩენი საერთაშორისო საზოგადოება, ეს არის 190 სახელმწიფო არ აღიარებს, ასე რომ იცით, ეს საკმაოდ სადავო საკითხია. და ასევე დიდი კითხვა უნდა აერჩიოს თუ არა ახლა ისრაელმა კონფლიქტის გზა თურქეთთან. მართალია. იცით, რა თქმა უნდა, ეს მოგვიყვანს შემდეგ საკითხზე, რომელიც ეხება იმას, რომ ამჯერად ეს ხდება მაშინ, როცა სომხეთი ცდილობს ნორმალიზებას თურქეთთან ურთიერთობების. რა თქმა უნდა, ეხლა ვხედავთ ამ კომენტარებს სომხეთის პრემიერ-მინისტრისგან. მან არ მიესალმა ისრაელის აღიარებას. მან ძირითადად თქვა, რომ არ სურს გენოციდი გამოიყენონ იარაღად. თუ ქვეყანა, რომლის ხალხიც ამ გენოციდში მოკლეს, ახლა ეს არ სურს, მაშინ ზუსტად ვისთვის არის ეს? და ფიქრობთ, რომ საზოგადოება ეთანხმება იმას, რასაც მთავრობა ამბობს? მინდა უნერ, ეს თქვენთვისაა. კარგი, ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი ხანია გრძელდება, განსაკუთრებით დასავლეთში. გულისხმობ, პირველ რიგში უნდა გაიგოთ, რომ ეს იყო საკრდენი და ალბათ ახლაც არის. ეს იყო საკრდენი. და ერთადერთი თითქმის არა ჩემ მიერ ან ამ რეგიონიდან ხალხის მიერ, არამედ ამერიკელების მიერ ეს ეგრეთ წოდებულ გენოციდის აღიარება წარმოჩენილია როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ერთადერთი მიზეზი. როგორ გადარჩა ამერიკის სომხური ეკლესია ამდენი წლის განმავლობაში? ბევრისთვის ეს მეტწილად გაალბებული ეგრეთ წოდებული ისტორია იყო. და ერთადერთი მიზეზი, რატომაც ეს პირველად დაიწყო, იყო ამერიკის სომხური ეკლესიის გადამისამართება. და დღეს უმეტესობა მეცნიერებისა ამერიკის სომხური ეკლესიის დრევანდელ მდგომარეობას განსაკუთრებით ფინანსურად უკავშირებს ეგრეთ წოდებულ გენოციდის გაყალბების ფაქტს. ასე რომ, როცა ამ კუთხით უყურებ, ეს ყველაფერი დიდ თოვლის გუნდასავით გაიზარდა და სამწუხაროდ თურქეთისთვის ასე გაგრძელდა დღემდე. და იცით, ეს გარკვეული დროით ჩაცხრა. და ეხლა ისევ ეს ძალიან სასარგებლო იარაღია, რომ დაუბრუნდე მას, თუ ოდესმე გინდა თურქეთს დაარტყა, ან მათ ვინც ცდილობს თურქეთს დაეხმაროს. რადგან ეს მართლაც ძალიან სასარგებლო იარაღია. მე ჩვენ ისტორიაზე ლაპარაკსაც კი არ ვაპირებთ. რადგან არ აქვს მნიშვნელობა, ვისაც ცდილობ ესაუბრო, ვინც ცდილობს რაღაცას დაამტკიცოს, როგორღაც გამოიგონოს სიმართლის რაღაც ვერსია, რომ დაგიმტკიცოს ეგრეთ წოდებული სომხური გენოციდი, მაინც დაბრუნდები უსაფუძვლო, სრულიად უსაფუძვლო ეგრეთ წოდებულ ფაქტებთან. სწორია. გულისხმობ უბრალოდ ჩვენს თქვენს სხვა სტუმარს, უბრალოდ იცით, მოკლე კომენტარი გააკეთა, თქვა, რომ აზერბაიჯანი საერთოდ არ არსებობდა. კარგი, აზერბაიჯანი როგორც რესპუბლიკა არ არსებობდა. აზერბაიჯანი იქ ათასობით წელი არსებობს. გულისხმობ, იგივე ლოგიკით შეიძლება ითქვას, რომ თურქეთი მხოლოდ 100 წელი არსებობს. არა, თურქეთი იმავე ადგილასაა 1482 წლიდან. მთავრობა არასდროს შეცვლილა. რეჟიმი შეიცვალა, დიახ, მაგრამ მთავრობა აგრძელებს არსებობას. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს ძალიან საინტერესოა, როგორ დასჭირდა ამდენი დრო, მაგრამ ძალიან მარტივად შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა, როცა უბრალოდ ცდილობ ფაქტები მოითხოვო. როცა ცდილობ მოითხოვო იმ დროინდელი გაერთიანებული სამეფოს არქივები, როცა ცდილობ მოითხოვო აშშ-ს არქივები ამ საკითხზე, როცა ცდილობ მოითხოვო სომხეთის არქივები ამ საკითხზე, სწორედ იქ თავრდება ყველაფერი. კარგი, მენი, დავინახე, რომ თავს აქნევდი. აშკარად გინდა უპასუხო იმას, რაც ახლახან ითქვა.
ისიც ძირითადად ხედავ ორ მხარეს ჩემს წინააღმდეგ, როგორც სომხური საზოგადოების წარმომადგენელი. და რასაც ხედავ, ისევ ორივე მხარე ცდილობს დამალოს სიმართლე სხვადასხვა ამბების მოყოლით. პირველ რიგში აზერბაიჯანი როგორც რესპუბლიკა ან სახელმწიფო არ არსებობდა, რადგან აზერბაიჯანი ისტორიულად ირანის ნაწილია. ერთი. მეორეც, თურქეთიც არ არსებობდა მე-13 საუკუნემდე, თუ არ ვცდები, მანამდე ეს იყო. ბერძნული და სომხური მიწები. ეს ისტორიული ფაქტებია. კარგი, ბოდიში. კარგი. მართლა არ მინდა უპატრიცემულობა მოგაყენოთ. მაგრამ შენ უბრალოდ გააკეთე მაქსიმუმი, როგორც თურქმა. დარეკო ნომერზე არა. დამონთავრებინე ხო? დაუბრუნდეთ ისტორიას. მცირე აზიაზე. რამე მათქმევინე. დამამთავრებინე ხო? კარგი, არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ გენოციდი მოხდა. ამერიკელი ისტორიკოსებისგან, გერმანელებისგან და ასე შემდეგ. თუ შენ არ აღიარებ შენ წარსულს, როგორც გერმანელები, შენ არ გექნება მომავალი. ბოდიშს გიხდი, რომ ამას გეუბნები. არა, გააგრძელე, ბოდიში. მე შენ ფარი ჩავია დაგიძახე. არა, ეხლა შეგიძლია უპასუხო. ხო, ვფიქრობ ეს სხვადასხვა მიმართულებით გვიყვანს, იცი, კამათი იმაზე, რომელი სახელმწიფო არსებობდა ან არ არსებობდა. არ ვიცი, ჩვენ გვაქვს ციგნები, შეგიძლიათ წაიკითხო ისინი. ვფიქრობ, სომხეთიც არ არსებობდა სახელმწიფოდ 1918 წლამდე. რა თქმა უნდა, არა, ხო, ეს გეოგრაფიული სახელწოდებაა და ძველ დროში იქ რამდენიმე სამეფო იყო. სინამდვილეში გეოგრაფიული სახელწოდებაა სომხეთის მთიანეთი. ეს ყველაფერი თავის ადგილზე აკენებს, მაგრამ სომხეთი ბევრად ადრე არსებობდა ვიდრე თურქეთი. სხვათა შორის ბიბლიის დროიდანვე. ხო, ეს თემიდან გადახვევაა. მოდი დავბრუნდეთ ჩვენ საკითხზე. არ მინახავს რაც მითხარი, იპასუხებ. და შენ სომხეთო როგორც სახელმწიფო 1918 წელს არ წარმოშობილ ხარ. ეს იგივე დროა როგორც სახელმწიფო. როგორც SEPA possible. ბევრი სამეფო იყო, მაგრამ სხვათა შორის თანამედროვე თურქეთში, მაგალითად სომხეთი და აზერბაიჯანი ასევე სამეფოები იყვნენ. ასე რომ ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ. მაგრამ მე ვერ გისმენთ. კარგი, ჩემთვის მინდა რომ ამაზე არ გავამახვილოთ ყურადღება. თავისუფლად. კიდევ რაღაც იყო, რაზეც პასუხის გაცემა გინდოდა. მომეცი საშუალება ვილაპარაკო სომხურ-თურქულ ურთიერთობებზე. ფაშინიანის მთავრობა ცდილობს ურთიერთობების ნორმალიზებას, ამიტომაც მე არ ვაკეთებ კომენტარს. და ნახეთ, თუ ეს აღიარება მნიშვნელოვანია სომხური დიასპორისთვის, მაშინ ისრაელმა უნდა დააკვირდეს, რას აკეთებს სომხური დიასპორა. ისინი ცდილობენ ფაშინიანი ხელისუფლებიდან გადააყენონ. ეს არის პირველი რამ. და მეორე, სომხური დიასპორაც აკრიტიკებს ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებას. და თუ შეხედავთ ნებისმიერ ანტიისრაელურ პროტესტს ამერიკულ კამპუსებში ან ევროპაში, ნახავთ რადიკალური სომხური დიასპორის წევრებს ბრბოში. მას რას აღწევს ამით ისრაელის მთავრობა? ეს ნამდვილად საეჭვოა. ეხლა, მინდა შენთან მიუბრუნდე, რადგან ვიცი, ქსუ და პასუხი გაგეცა ყველაფერზე რაც ითქვა. ასე რომ ეს შენი მომენტია. პირველ რიგში მინდა გულწრფელად ბოდიში მოგიხადო შენს მაყურებელს და შენს სტუმარს. ასეთი აფეთქებისთვის ეს ნამდვილად არ იყო საჭირო. მართლა გულწრფელად ვუხარ ამის გამო, მაგრამ უბრალოდ თავი ვერ შევიკავე. მაგრამ თუ შენ შენიშნე, როცა შენი სტუმარი საუბრობდა მტკიცებულებებზე, ერთადერთი რაც მისი პირიდან გამოვიდა, იყო ამერიკელი და დასავლელი ისტორიკოსების რაოდენობა, როგორც მტკიცებულება. მაგრამ მას ჯერ კიდევ არ უჩვენებია არც ერთი ისტორიული არქივი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ საერთოდ იყო მცდელობა ეგრეთ წოდებული გენოციდის. ის ამას ვერ გააკეთებს, რადგან არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს. მოდი ვიფიქრე. აცადე, დავამთავრო. არა, შენ არ შეგიძლია. არაფერი, გამარჯობა. შეგიძლია. იცი რა, 20 წლის განმავლობაში ამერიკაში სომხური დიასპორა აჩვენებდა თურქების თავის ქალებს, როგორც სომხებისას. მე ეს მართვე დაუბრუნდათ. ასე რომ ბოდიში აცადე, დავასრულო. ვერ შეძლებ ერთი სანდო მტკიცებულების ჩვენებას. დაასრულე, რასაც ამბობ. და შემდეგ ვერ შეძლებ ერთი სანდო მტკიცებულების ჩვენებას. მაგრამ მოდი ეს მტკიცებულებები დავტოვოთ. არა, მინდა ამაზე პასუხი გავცე. ცნობილ ისტორიკოსებს მივანდოთ ამაზე საუბარი. მე კი გეტყვი, იცი რა საკეთებს ჩვეულებრივი ადამიანი ფიქრობს ესპანეთის ინკვიზიციაზე და იმაზე, ვინ გადაარჩინა ებრაელები ესპანელებისგან.
ჩვეულებრივი ადამიანი კითხულობს წერილს, რომელიც დაწერილია იმ დროის ოზის საპატიო პრეზიდენტის პროფესორ ალბერტ აინშტაინის მიერ. თითქოს და ეგრეთ წოდებული გენოციდიდან 12 წლის შემდეგ. თურქეთის პრეზიდენტს სთხოვს, რომ მიიღოს გერმანიის ებრაელები. იცი რას აკეთებ ჩვეულებრივი ადამიანი? თუ ამ ყველაფერს ვერ გააკეთებ, არის შესანიშნავი 3 წლის წინანდელი 4 წუთიანი ვიდეო, კარგი, გარდაცვლილი დიდი ემერიტუს პროფესორის დოქტორ ბერნარდ ლუისის ვიდეო YouTube-ზე. მინდა ყველას ურჩიო, ეს არის 4 წუთიანი ვიდეო. ის უბრალოდ ამსხვრევს ყველაფერს ამ უსაფუძვლო ბრალდებასთან დაკავშირებით. იცი, მხოლოდ გონივრული არგუმენტებით. მხოლოდ გონივრული არგუმენტებით. ხო შეგაწყვეტინებ, რადგან მინდა მინიმად შეძლოს პასუხისგაცემა სარეკლამო შესვენებამდე. მინი, გაქვს 30 წამი. მაგრამ ფაქტია, რომ თავად თურქეთში ჩატარდა სამხედრო სასამართლო, რომელმაც ყველა მონაწილე დაგმო სომეხთა გენოციდში და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. არც აშშ-ის სასამართლო, არც გერმანია, არც საფრანგეთი, არამედ თავად თურქეთი, რომელმაც ისინი სომეხთა გენოციდის ორგანიზატორებად ავიარა. ასე რომ თქვი რომ არქივიდან ერთ ნაწილს ვერ ამოიღებ და დაბლოკა. ეხლა გავაკეთ. ეხლავე გავაკეთ. არა, რა გეკეთებ შენ დოქტორიდან ამოიღე. ოდი ის არის საკითხი მაგალითად. კარგი, სამწუხაროდ ეხლა მოგვიწევს ჩვენი საუბრის შეწყვეტა. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ჩვენს პანელისტს დებატებში მონაწილეობისთვის. არ მგონია რამე გადავწყვეტეთ. ნამდვილად ბევრი განსხვავებული მოსაზრება იყო აქ, მაგრამ ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო ამ საუბრის ჩატარება.